გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ახლა გლოვის დღეებია საქართველოში და ძალიან ბევრი რაღაცა გამოჩნდა და მინდა აი ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრო ჩემს აუდიტორიას და მინდა ამ ტერმას და მოყვარემაც გაიგონოს ეს ყველაფერი რისი თქმაც მინდა. მოკლედ ყველა კარგად ხედავს იმას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ამ 10 წლეულების მანძილზე საქართველოში ხდებოდა და არაფერი არ ხდებოდა, სხვა გარდა იმისა, ბრძოლა მართლმადიდებლობასთან, ბრძოლა ქრისტიანობასთან, ბრძოლა სარწმუნოებასთან, ბრძოლა ტრადიციულ და ეროვნულ საქართველოსთან, ყველანაირი მეთოდით და აბსოლუტურად ყველას ჩართულობით. აი პატრიარქის გარდაცვალებამ და მას მერე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ რაც ხდება საქართველოში, მტერსაც და მოყვარესაც აჩვენებს ერთ და გარდაუვალ რეალობას. მიუხედავად თქვენი ამ სატანისტების, ამ წეული ხალხის, ამ უკნიდან განათლებულების, ამ უცხო ქვეყნის აგენტების და ამათი შრომისა, ყველაფერი წყალში აქვთ ამათ ჩაყრილი. რადგან ყველა ხედავს იმას, თუ რა ხდება საქართველოში, ყველას აქვს იმის რეალობის აღქმა, ახლა გინდა არ გინდა რეალობა უნდა აღიქვა ამ ყველაფრის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდებოდა საქართველოსთვის და ქართველებისთვის, რა ძვირფასი ყოფილა ქრისტიანობა, სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, მათი სულიერი მამის პატრიარქის გარდაცვალება, რა მწარე ყოფილა, როგორი დამოკიდებულება ყოფილა და მე მინდა გითხრათ, რომ სრული ისტერიკაში არიან ჩავარდნილები ამ ქვეყნის ყველა სოროსელი, განურჩევლად, ასე რომ ვთქვათ, ასაკისა და თანამდებობისა, რომ ბოკერიები და ესენი რომ კიოდენ და წიოდენ მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ საქართველოს აღარაა მართლმადიდებლურისაო, რა ქვიაო, სახელმწიფო, საქართველოს უკვე სამოქალაქო საზოგადოება არისო. აი შედეგი ხედავთ და კიდე ბევრჯერ დაინახავთ ამ ყველაფერს, თუ სინამდვილეში ჭეშმარიტად აი ის ღრმად დაფარული საქართველოს, რომელსაც ეძახდით სიბნელეს, რომელსაც ეძახდით მთელი ამ ხნის მანძილზე ჩამორჩენილობას, გულისხმობ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, ტრადიციას, ეროვნულობას და ეკლესიის მიმართ ქართველი ადამიანის დამოკიდებულებას, აი როგორც ხედავთ, ეს ყოფილა რადიკალურად სულ სხვა, ჩვენ გვაცხოვრებდნენ და გვაცხოვრებენ რადიკალურად სულ სხვა საქართველოში და ჩვენნაირი ადამიანები რომ ვფიქრობდნენ, რომ არ არის ეს რეალობა, რომელ რეალობაში წაცხოვრებენ საქართველოს, ყოფილა 100%-იანი მართალი. ჯერ ნახეთ ხალხის დამოკიდებულება, ეს უბრალოდ კადრი ამოვიღე ვიდეოდან, სადაც იმ ხელა რიგებში ხალხი წყალს როგორ აწვდის ერთმანეთს და ურთიერთდამოკიდებულება როგორი ყოფილა. არ ვიცი, ამას ყველაფერს ალბათ დასჭირდა ის, რომ ხალხს დაენახა პატრიარქის გარდაცვალება და მისი გარდაცვალებით გამოჩნდა ბევრი რაღაცა და ბევრი რაღაცა გამოჩნდება, ძალიან ბევრი რამე გამოჩნდება კიდე. მე ვთქვი, რომ ეპოქა დასრულდა ბევრი გაგებით, ბევრ მიმართულებაში, ძალიან ბევრი ფარისეველისთვის, ძალიან ბევრი შიდა და გარე მტერისთვის, ის სიტუაცია, რა სიტუაციაც ბევრისთვის სასარგებლოდ იყო პატრიარქის უძლურება, მისი ავტორიტეტის ირგვლივ ამოფარება და მსგავსი რაღაცეები დასრულდა საქართველოში, ამიტომ ნამდვილად დაიწყება საქართველოში ახალი ერა და როგორი იქნება ეს ახალი ერა, დამოკიდებული არის საქართველოს ახალ პატრიარქზე, ვინც იქნება ახალი პატრიარქი. მე მინდა თქვა, რომ მასზე იქნება უფრო მეტი ალბათ ტვირთი, ვიდრე აქამდე არსებულ პატრიარქებზე, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი არის დამდგარი და
კარგად ჩანს ნათლად თუ ქართველიერი ვინ არის, რა არის, რა ღირებულებებით ცხოვრობს, რა შეხედულებები გააჩნია და არაფერი არ ჭირდება ამ ხალხს გარდა იმისა, რომ ყავდეს ახალგაზრდა, ენერგიული, ქრისტიანი, პატრიოტი, სულიერი ლიდერი და ყავდეს ასეთივე სახელმწიფო, რომელიც გამოიყვანს ამ ქვეყანას აი ამ უბედურების ჭაობიდან, რომელიც ჭაობშიც ამდენი ხანია ვიხრჩობით და არაფერი არ ჩანს. ჩვენ არ ვართ არანაირი სეკულარული ქვეყანა. ჩვენ საზოგადოება, ჩვენ არ ვართ არანაირი ლიბერალური საზოგადოება. ჩვენ არ ვართ არანაირი, რა ვიცი, რა პლურალისტური თუ რაღაც 1000 ბუდუებს რო იგონებენ, აი ეს თანამედროვე ტერმინებით შეპყრობილი და არც ის ბნელგრუზინული საზოგადოება, რომელსაც წარმოაჩვენებთ. ჩვენ ვართ ქართველი საზოგადოება, ესაა ქართველიერი, ეს არის ქართველიერის სახე, მისი საქციელი და მისი ქმედება, რითაც გაოგნებულია ნამდვილად მთელი სოფლიო, არა მარტო ქრისტიანული, არაქრისტიანული სამყაროც, ყველა ხედავს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველებს და მე მინდა გითხრათ, აი ამას ებრძოდნენ, აი ამას ებრძვიან, აი ამას ებრძოდნენ დღემდე და მე დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა ამ დღის მერე გაათამაგებით და გაასმაგებით დაიწყება საქართველოში, როდესაც პატრიარქისი იქნება მიბარებული მიწას, იმიტომ რომ კარგად დაინახეს, რომ მათი შრომა და მათი ღვაწლი და მათი წვალება, რომელიც წვალებაც იყო ქართველიერის გადაფორმატების და გაურწმუნოების და გადაგვარების წყალში არის ჩავარდნილი. ბევრჯერ დამტკიცდა ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ბევრჯერ მტკიცდება. სპეციალურად არ ვშლი ზოგ-ზოგიერთი ბიონაგავის კომენტარს, აი არის ესეთი მოწამლული ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ხშირად აკომენტარებს ჩემთან, ვიცი ვინც არის ეს საცოდავეს ავატყოფი ახალგაზრდა ადამიანი არის და რომლებსაც აქვს სრული ისტერიკა და გვიცხადებენ, აი თავად წაიკითხეთ, თურმე გლოვა ვის ქონია და რას ქონია თურმე საქართველოში, ეს არის 0.1% ეს ბიონაგავი საქართველოში, რომელიც რუსთაველს ვერ გაცდა და თლიანად მთელი დასავლეთის მხარდაჭერით, მთელი თუნდაც აღმოსავლეთის ლიბერასტული ძალების, ტაივანების და ამათი მხარდაჭერილი მთელი ამათი სლავა უკრაინელები და ესენი ამდენ ხალხს, რამდენი ხალხიც შეიკრიბა და იკრიბება და მოდის და პატივს მიაგებს პატრიარქის გარდაცვალებას, თლიანად რო ამოწყდეთ, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. მთელი სალიბერათესტეთი, თლიანად რო გაწყდეს თქვენი დამფინანსებელი, დამტირებელი ყველა, ვინცა ამ ხალხის 1% არ მოვა თქვენს არც გასვენებაზე. და არავის არ გაახსენდებით მეორე დღეს და თქვენ რეალობაში ამ ქვეყანაში არ წარმოადგენთ 0.1%-ზე მეტს. მთელი თქვენი საჟურნალისტეთი, მთელი თქვენი სალიბერასტეთი, მთელი თქვენი მედასავლეთეთი და მთელი თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და სულ ყველა. ეს ხართ 0.1%. ამიტომ ვამბობ ერთ რაღაცას. რატომ მივმართავ აი ამ ხალხს, რატომ უნდა ითმენდეს ქართველიერი 35 წელია საქართველოში ანტიქართულ, რატო უნდა ეგუებოდეს ანტიქართულ ცხოვრებას, რატო არ უნდა იყოს საქართველოში გამოცხადებული მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, რატო არ უნდა იყოს ჩართული ამ საზოგადოების ცხოვრებაში, მათი შვილების აღზრდაში, მართლმადიდებლური ეკლესია სკოლაში, კანონმდებლობაში და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, თუ ჩვენ გვინდა რომ გადავრჩეთ ნამდვილად ამ უბედურების პერიოდში, ერთადერთი გამოსავალი აქ ქართველერს, ეს იყო ყოველთვის, ეს არის ახლაც და ეს იქნება მომავალშიც, სხვა გზა საქართველოს არ გააჩნია. ქართველიერის გზა არის ქრისტეს გზა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისაო, როგორც აქვს ზვიად ნათქვამი, ერთადერთი გზა არის მართლმადიდებლობის განსაკუთრებული სტატუსი კი არა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში და მართლმადიდებლობას უნდა მიეცეს საზოგადოების და საერო ცხოვრებაში ჩართვის ძალიან დიდი უფლებები ოფიციალურად.
და არა ისე რომ იქ სინოდის შიგნით ყოფყანდურებს რო არ უნდათ პასუხისგება არ უნდათ სამოქალაქო ცხოვრებაზე მე აგერ ვიქნები მარტო ვილოცებ და ესაა ჩემი საქმე სახელმწიფო ეკლესიის საქმეში არ ერევა ეკლესია სახელმწიფო საქმეში არ ერევა არა ასე აი რაც აერთიანებს ქართველებს ესაა მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა კი ბატონო არც არ ნიშნავს რომ სხვა ხალხის და სხვა ერების და სხვა დიასპორები იქნება თუ სექტები იქნება თუ ათეისტი იქნება ამათი უფლებები იქნება დარღვეული და გასწორებული მიწასთან იქნება ჩვეულებრივი სამოქალაქო უფლებები და გააგრძელებს ვინც მუსულმანია კი ბატონო იცხოვროს და მიაგოს თავის სარწმუნოებას პატივი და უამრავი მუსულმანი მოდის და პატივს მიაგებს ილია მეორის გარდაცვალებას ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ესეც ძალიან დასაფიქრებელია ომში ყოფი მუსულმანური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ გვისამძიმრებენ ამ დროისთვის იცლიან და პატივს მიაგებენ ქართველი ერის ამ წუხარებას და ამ გლოვის დღეებს ასე რომ ამას ყველაფერს ნორმალური ადამიანი ხედავს და ის რომ საქართველოს და ქართველი ერის ნება იყოს საქართველოს მართლმადიდებლური სახელმწიფო რელიგია იყოს მართლმადიდებლობა არ ნიშნავს რომ სხვა რელიგიები იდევნებოდეს საქართველოში ჩვეულებრივად როგორც იყო ისე გაგრძელდება ყველაფერი უბრალოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სასულიერო პირებს ეკნებათ პირდაპირი ვალდებულება იქნას ჩართული ქართველი ერის ცხოვრებაში და რაც დაგამობილი არის და რაც მომაკვდინებელი არის საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ქრისტიანული ცხოვრებისთვის არა მარტო ქრისტიანული თუნდაც მუსულმანი ეს იქნება LGBT კანონები თუ ეს სამევახშეო პროცედურები და ეს ყველაფერი ამას ყველაფერს რელიგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით იქნება ეს ყველაფერი ამოკვეთილი როგორც სიმსივნე ქართველი ერის ცხოვრებიდან აი ეს არ უნდათ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც არავის არ უნდა იმიტომ რომ საქართველოს მართვა აი ასე უფრო მეტი ისაა ეხლა მინდა მიუბრუნდე ზოგიერთ განსაკუთრებით ამ ფარისეულ კოცებს რომლებიც ესე წივიან და კივიან და ვაიმე ჯერ ეს ჯერ რაჩვევაა ბიჭო ეს ჯერ რაჩვევა არის პანაშვიდებზე და გასვენებებზე და 40-ებზე მიდიხართ და იმას რა ქვია ლაივებს წერთ და იმაშვებით რა ქვია ბერა იქ იყო ის ყოფილა რა ქვია აცხონოს ღმერთმა ბექაგოცერიძის 40-ში და ვაიმე ბერა აქ იყო და ვიდეოებს წერენ და ვაიმე სადღეგზე რა მოხდა მერე რა წესია ეს რა ქრისტიანული წესია ან რა ადამიანური წესია და გამომხტარან ეს კოცები დღეს პაპუაშვილი შემხდა სადღაც და აიო ჩვენიო აი სულიერებაო არისო ჩვენთვის ან ივანიშვილი მივიდა და ასე შემდეგ რა გააკეთა პაპუაშვილმა რა გააკეთა ივანიშვილის მოთხრევის მერე მორწმუნე ადამიანებს და საპატრიარქოს და ყველას და აი ამ ყველაფერს ისეთი დარტყმა და ისეთი ზარალი და ზიანი მიახდა და ივანიშვილი იყო პირველი რომ გამოდიოდა და ყვიროდა რომ აქო ისო რა ქვია LGBT უფლებები იქნებაო თუ ეს იქნებაო ესო ჩვეულებრივათო გასათანაბრებელიაო და მაგის ხელდასმით მოხდა იმ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება რასაც პატრიარქია წინააღმდეგებოდა და ამბობდა რომ უკანონობის დაკანონება არ შეიძლება და იმ პაპუაშვილების და იმ სხვა 1000 ნაძირალა ვირთხების ხელით მოხდა ეს ყველაფერი მაგათი ხელით მოხდა იმ გასაბერი ეკლესიების იმ გირჩის კანონმდებლობის შექმნა და ეს თქვენ დაგავიწყდათ რა თქვენ გონია ჩვენ დაგვავიწყდათ თქვენ ვინა ხართ ახლა რომ ამ წუხარების ჟამს რო ყველა ვითომ დიდი ქრისტიანები გახდით და ყველა რო ვითომ ის იმას კი არ ნიშნავს რომ შესაბამის პასუხს რო არ ცემს ხალხი ამ დროს და რო სარგებლობ და რო ეფარებით ამ ყველაფერს აქამდე ესე პატრიარქის ავტორიტეტს ეფარებოდით დაწვის ავტორიტეტს ამოეფარებით ძალიან საინტერესო არის რა გაიგონეთ თქვენ პატრიარქის ნათქვამი მიწის გაყიდვის კანონი გაუქმეთ აკრძალეთ ეს LGBT-ობა და უბედურობა ნარკომანია და უბედურება რა აკრძალეთ ყველაფერი საპირისპიროთ აკეთეთ და გამოდიხართ აქ და დიდი ქრისტიანებივით ლაპარაკ არანაირი სურვილი არა მაგ ახლა მე თქვენ ამ გლოვის დღეებში თავს ვიკავებ გლანძღოთ და დედა გაგინოთ თუ არა საგინებელი კი არა აი საფურთხებელი ხართ აი ყოველ დღე რა ესეთი ადამიანები თავმოყვარეო უსინდისო აყროლებული ხალხი ვითომ ეს ფარისევლები აქეთ შეკრებილი და იქეთ შეკრებილი ისა რა ქვია
გაჩუმებულები რო არიან, ხმას რო ვერ იღებენ, ახლა რო ხედავენ და გული რო უსკდებათ, რომ თურმე რამდენი ბნელი გრუზინი, რუსეთუმე, ქართველი ყოფილა საქართველოს, შემოწმოს ხო მართლმადიდებლობა რუსეთუმეობა და ამათთვის ხო თუ ვინმე პირჯვარს იწევს ყველა რუსია ავტომატურად. ხო და აი ამ ხალხს მინდა უთხრა, წადით ბატონო, თურმე ჩვენი გლოვა ყოფილა ისა, რა ქვია, აი კიდე ერთხელ დავდებ აგერა ამ ნაძირალა ამ გოგოს ამ იმას თურმე ჩვენ გლოვობთ და ესენი ყოფილი ვარ ჩვენ და აი წადით აგერ ახლა და უკრაინის პატრიარქი გარდაცვლილა ერთ-ერთი ეს რასკოლნიკი თქვენთვის უკრაინის პატრიარქი უფრო მეტი წმინდანი იყო და უფრო მეტი მისაღები და სალოცავი იყო და წადით აგერ და თქვენ უკრაინის პატრიარქი იგლოვეთ და იმასქენით რა ქვია თქვენი ცრემლები და ისინი უკრაინის საელჩოსთან დაღვარით. და ეს იყო თქვენი სულიერი მამა ილია მეორე და მართლმადიდებლური ქართული მართლმადიდებლური ზოგადად ახლა მარტო ილია მეორეზე არა ზოგადად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თქვენთვის არც ავტორიტეტი ყოფილა და არც სახლი ყოფილა და არც არაფერი ფასი არ ქონია ამ ყველაფერს თქვენთან და წადით აგერ აი უკრაინის საელჩოსთან და იქ იტირეთ და იქ თქვენ ეს კატეგორია ხართ, გამოხვალთ ალბათ ერთი, რა ვიცი, 1000-2000 ადამიანი და ესე შემდეგ. ხო, ეხლა რა შეეხება იმას მე არ მინდა ჩავერიო იმ ამბებში თუ ჯერ ადამიანი მიწას არ მიუბარებიათ და აბა ვინ იქნება და როგორ იქნება და ატრიალებული არის ეს ყველა მომავალი პატრიარქი ვინ იქნება და არ ვიცი მე იქ კაირო არაფერი ხდება და კაირო არაფერი მოხდება ამას არ უნდა ლაპარაკი მე ერთი რაღაცის თქმა მინდა მომავალი პატრიარქი საქართველოსი ვინც იქნება მასზე იქნება ბევრად მეტი და დამოკიდებულები ვიდრე ერთად აღებული იმ მთავრობებზე რომელი მთავრობებიც იყო და რომელი მთავრობებიც იქნებიან მოსული ერთს ახლა ჭირდება ყველაზე მეტად სულიერი წინამძღოლი და ამას არ ჭირდება რიტუალების და იმის შემსრულებელი ადამიანი ამას ჭირდება ნამდვილად ქრისტიანობისთვის სამშობლოსთვის ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანი უნდა იყოს საქართველოს სულიერი მამა ჭეშმარიტი პატრიარქი ვინც იქნება იმან უნდა გამოიყვანოს ქვეყანა აი ამ ჭაობიდან რომელ ჭაობშიც არის ჩავარდნილი ამ წყეულების გადამკიდე და ძალიან ბევრი რაღაცა უნდა შეიცვალოს საქართველოში ჩვენ ახლა ან გადავრჩებით ან საქართველო დასრულდება და ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას ვინც იქ იქნება გასაგებია გადარეული არის მთელი ეს ებრაული ლობი საპატრიარქოში ჟუანიების და იმეთი რა ქვია შორენების და ამათი იმით რომლებიც იმათ არიან რა ქვია წლების მანძილზე თავიანთი კლანური ბოროტი ბიზნესებით არიან იგივე ჯაღმაიძე და იგივე სხვები და სხვები უამრავი ბინძური ადამიანია იქ შეკრებილი და აქვთ ერთი ვაივიში მე მინდა უთხრა ყველა სასულიერო პირს აი ეხლა წყდება საქართველოს ბედი როგორ იქნება და როგორ გააგრძელებს ქართველიერი ცხოვრებას ამიტომ ყველამ უნდა ახლა მაინც უნდა გაიხსენოს ზოგი ერთმა რომ ღმერთი არსებობს და რა იქნება საქართველოსთვის კარგი და ვინ იქნება საქართველოსთვის კარგი ეს უნდა გადაწყდეს მორჩა დამთავრდა სხვა გამოსავალი ამ ყველაფერს არ გააჩნია ხო არ ვიცი მოკლავენ თუ ასე იქნება თუ ისე იქნება თუ ჭეშმარიტს მოკლავენო და ასე იქნება და ისე იქნება მაშინ თუ მოკლავენ არ ყოფილა ქართველიერი არსებობის ღირსი და მაშინ გავაგრძელოთ ეს რა ქვია დაუძახოთ იმას რა ქვია გირჩის მღვდლები დავაყენოთ პატრიარქად და მაშინ გავყვეთ იმას და იმას არ მოკლავენ მაშინ და იმის იქნება რა ქვია პირიქით თავზე გადაუშვებენ ხელს და მოეფერებიან იაგო დააყენეთ მაშინ იმათ რა ქვია და ან იაგო იძახო და კიდო ჩემიო პატრიარქიო ესაო რა ქვიაო ამერიკის ელჩიო და კი აქვთ ახლა გირჩი ზოგი პატრიარქია ზოგი ეპისკოპოსია და ეს ჯაფარადაის დააყენეთ მაშინ და იმას არ მოკლავენ და ეს არ იქნება ასე ხო და არა ასე კაცო უნდა გამოიფხიზლოს და უნდა დადგეს ყველა ერი და ბერი და უნდა იქნას შერჩეული შესაბამისი კანდიდატურა რომელი შესაბამისი კანდიდატურაც
ქვეყანას გამოიყვანს აი ამ ჭაობიდან და ქვეყანას რაც ჭირდება, რაც არის ქვეყნის ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუ გინდათ ქართველებო. აი ამ ხალხს მიუმართავ ყველას. მინდა ვთქვა რომ თუ პატრიარქს იმასაც ვიტყვი, ნამდვილად ვიტყვი იმასაც რომ ჩვენ მკვდარი ქართველები გვიყვარს, ეს ისტორიას აქვს დადასტურებული და ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში იყოს, გინდა ზვიადის შემთხვევაში იყოს, გინდა ერეკლე მეორის შემთხვევაში იყოს, ამ შემთხვევაში სხვას არაფერს არ ვხედავთ. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თუ ამდენი ადამიანი მართლა რეალურად ახლა ამათი ნახევარიც რო იყოს ამ ყველაფრის მიმართ ასე წუხდა და ასე ფიქრობდა და ასე როდესაც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ სარწმუნოებას, როცა ასეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ პატრიარქის სიტყვას, რომელსაც არაფრად არ მიიჩნევდნენ, მაშინ გამოსულიყავით და მაშინ დამდგარიყავით და მაშინ ამოგიღოთ ხმა და სიცოცხლეში მოქცეულიყავით ბევრი ისე, როგორც ქრისტიან შეეფერება და ახლა როდესაც ადამიანი ცოცხალი არაა, მესმის რომ ბევრს კი ბატონო შეიძლება ახლა მარადიული გეგონათ და ცოტა კერტაყვანისმცემლობისკენ უფრო არის წასული ვიდრე რეალობისკენ, მაგრამ გასაგებია ყოველ შემთხვევაში ბოლო ჯამს ელოდებოდით ბევრი და იყო ამის საუბარი და იყო ამ ხრივაც იმუშავეს ამ ყველაფერზე, რომ ბოლო ჯამის პატრიარქია და ბოლო ჯამის სალამ პატრიარქის სიცოცხლეში მოხდება ეს ყველაფერი და ბევრს ამ ხრივაც ჰქონდა ეს დამოკიდებულება, მაგრამ ხომ ხედავთ რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ჭირდება ქვეყანას აი ამ ადამიანების ინტერესები არის დასაცავი, უმრავლესობის ინტერესებია საქართველოში დასაცავი, საქართველოში ქართველის გარდა და ქართველი მართლმადიდებლის გარდა არავინ დაჩაგრულა არასდროს და არავინ არ იჩაგრება არასდროს. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი აი ამათი სიყალბეები, ამათი ტყუილი და ამათი ბოდოები დაწყებული დღევანდელი ხელისუფლების ახლა რო ვითომ ძალიან დიდი ქრისტიანები გახდნენ და ახლა რო თურმე პატრიარქის პატივისმცემლები არიან, ფურთხის ღირს და ფურთხის შენ შემოგევლე დავით ყველას მომისმინე ძმაო შენდობა ხდება მონანიების შემდეგ დამანახონ ამ ხალხმა რომ ნანობენ თავიანთ საქციელს და მე მიუტევებ ნამდვილად არც მე ვარ ისა რა ქვია უსისხლო და უგულო ადამიანი ნამდვილად მიუტევებ მაგრამ მე ვერ ხედავ რომ ეს ხალხი თავისას ნანობდეს მე ვხედავ რომ ეს ხალხი ჩვეულებრივად აი აგერ რა კომენტარიც იყო დაწერილი ამას ამბობენ ჩვეულებრივად ამ ყველაფერს უყურებენ ეხლა არიან შეშინებულები, შემძრვალები არიან სოროებში, წესი დარიგით ეს ხალხი და ეს რაოდენობა ხალხი ამდენი წლის მანძილზე მათი ნამუშევრის შედეგად უნდა მოშორებოდა ეკლესიას, სარწმუნოებას, ტრადიციას და უნდა ყოფილიყო ეს ხალხი, ისა რა ქვია, აი ამ ცხოველი მასავით, რა ქვია, აი რო კომენტარი დავდევი, NGO-ების იმის ქვეშ და როგორც გირჩი იძახო და ჩემი პატრიარქი არისო ამერიკის ელჩიო და ეკლესიას უნდა მოშორებოდა და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გარდაქმნილიყო ამას ემსახურებოდა ეგრეთ წოდებული ამერიკული დახმარებები და ევროპული გრანტები სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ჩემო კარგო და იყო მეორე ისა რა ქვია კატეგორია კაცო თანებით თავი ილია მეორე რა სიტყვის და საპატრიარქო რა სიტყვის თავარია ბიძინა რა სიტყვის აი ეს ორი გნიდა კატეგორია ჩამოყალიბებული საქართველოში და აი ეს ორი კატეგორია დღეს ერთი ფარისევლობს მეორე გაჩვენებული და შეშინებულია და ახლა ბიზნესტები ამოფარებული არიან ახლა სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერე საპატრიარქოს და ეკლესიის სახელს კაცო მაგრამ ჩვენ ხო ნორმალური ადამიანები ამ ყველაფერს ხედავთ ხედავთ ამ ყველაფერს და რადგანაც ამ ყველაფერს ხედავთ აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ ამ ყველაფერს რომ სინამდვილეში ჭეშმარიტი ქრისტიანი არის საჭირო ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა არის საჭირო და თუ ამას არ გავაკეთებთ და თუ ამაში არ იმოქმედებს ქართველი ერი მივიღებთ შედეგს იმაზე უარეს ვიდრე გაგვაჩნია აგერ 35 წელიწადი აი ეს არის ჩემი პასუხი და აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება მიუხედავად კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართველ ერზე და მინდა აი ქართველ ერს უთხრა თუ როგორც დღეს არის გაერთიანებული ქართველი ერი ამ ჭირის დღეებში თუ კი ასე იქნება ქართველი ერი გაერთიანებული ნებისმიერი ეროვნული საკითხის მიმართ აბსოლუტურად ყველა პრობლემას მოაგვარებს საქართველო. მოაგვარებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, მოაგვარებს ეკონომიკურ პრობლემას. აბსოლუტურად მოაგვარებს ყველანაირ
მომავალი თაობების აღზრდის, განათლების, გადარჩენის პრობლემას, ყველაფერ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ თუ ეს ერი იქნება დაშლილი და დაცალცალკავებული და პატრიარქის მანდამაის გარდაცვალებას დაელოდება, რომ გაერთიანდეს და ერთად დადგეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვართ განადგურებისთვის. აი ესე რომ დამდგარიყო ქართველი ერი ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის გაყიდვის წინააღმდეგ და ბევრი უბედურებების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერეოდა. ხო, მე რა თქმა უნდა თქვენაირების თვალით გნიდა ვარ, იმიტომ ვარ გნიდა, რომ ძალიან კარგად გეუბნებით სათქმელს. ხო და ჩემო კარგებო, დროა რომ აი ეს დავიბრუნოთ ის დაკარგული საქართველო, ადრე იყო ასეთი ირონიულად გავრცელებული სიტყვები, ქართველობას გვართმევენ. აი ქართველობა დავკარგეთ, კი დაკარგულია საქართველოში დიდი ხანია ქართველობა და ვინც ამას იძახოდა კიდე არასდროს არ ყოფილა ქართველი, არასდროს არ ყოფილა. და ასე რომ იმას დასაკარგი რაც არ ახარ და რაც არ აგაქვს იმას ვერ დაკარგავ. რაც გაქვს და რაც ხარ ის შეიძლება დაკარგო. და ერთადერთი გამოსავალი არის საქართველოს გაერთიანება შეუძლია ორ რაღაცას. მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ქართულ ენას. ხო არ ვიცი მე ვინ ლოცულობდა, რატო ლოცულობდა, როგორ ლოცულობდა, ეს ჩემი საქმე არ არის. მე ვამბობ იმას, რაც ჭირდება სახელმწიფოს. სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როდესაც არის ერი და ბერი ერთიანი. თუ ერი და ბერი არ არის ერთიანი, თუ სახელმწიფო სისტემა ცალკე არის, თუ ეკლესია ცალკე არის, თუ არც ერთი არის ანგარიშვალდებული ერთთან, არც მეორე არ არის პირველთან ვალდებული, მით უმეტეს ხალხი ცალკე არის, საზოგადოება ცალკე არის, არასამთავრობო სექტორი ცალკე არის, ის ცალკე არის. ასეთ მდგომარეობაში არსებული ერი ვერასდროს ვერ წავაწინ. აი შეხედეთ აგერ ირანს ძალიან აგდებული თვალით რო უყურებდით ყველა და ძალიან ენა რო გაქვთ გადმოგდებული დაცინვის მეტი. მე დავდები ის ვიდეო, რაც ირანის საელჩომ გაავრცელა და იქ პატრიარქი რას ეუბნება აიათოლას. ერთიანი ხართ სახელმწიფო დაერიო. აი ისეთი ერთიანობა ჭირდება სახელმწიფოსი და ერის საქართველოს. და ჩვენი ქართული მმართველობის სტილი არის საქართველოში დასამყარებელი და არა ბიძინაკრატიობა. ბიძინაკრატიობა არ ჭირდება ამ ქვეყანას და არ ჭირდება ეს ქუცკრატიობა ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ჭირდება რწმენის და ერის შერწყმა ერთად და ასე მმართველობა. ამით შეიძლება გადარჩეს საქართველო. სხვა ამ ქვეყანას ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ამ დღეებში ძალიან კარგად ჩანს ვინაა ჩვენი მეგობარი, ვინაა ჩვენი მოყვარე. ეს მინდა გაჩვენოთ, ალბათ ყველა ხართ ისედაც საქმის კურსში. აი მეგობრები გაჭირვებაში განსაკუთრებით შეიცნობიან და დიდი გაჭირვების ჟამს და დიდი გლოვის ჟამს ქართველი ერისთვის გამოვიდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და გამოგვიცხადა, რომ ისე რა ქვია, ჩვენერი ბნელი ხალხი იქ არ ჭირდებათ თურმე და ესა რა ქვია $15,000 კიდე უნდა დადოთ ანგარიშზე, რომ წახვიდეთ იქ. ეს არის მარაზმი. ეს არის მარაზმი. ეს არის აბუჩათაგდება, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება, განსაკუთრებით აი ამ დროს და ზუსტად ეს ხალხი არიან დასავლეთი და ეს ხალხი არის ამერიკელები. და რუბიოს შემოთვლილი სამძიმარი რომ გლოვობს ქართველ ერთან ერთად და ქართველ ერს უსამძიმრებს თურმე იმას რა ქვია პატრიარქის გარდაცვალებას და გლოვაში არიან თურმე ამერიკელები. აი მაქსიმართლით იარეთ თქვენ და მაქსიმართლით იარა ყველა ეგრეთ წოდებულმა მედასავლეთემ დააფურთხეთ ამ თქვენ ვიზას, მიიწებეთ გავაზე და იარეთ ისე და რაც შეეხება რუბიოს და მისი ტაშის მკვლელებს საქართველოში დაახვი ექშენის სამძიმარი და ერთ ადგილას გაიკეთე ღრმად. და მაგნაირი გლოვით იცხოვრეთ თქვენ მთელი ცხოვრება. მოცილდით აქედან. როგორც თქვენ გლოვობთ საქართველოს და ქართველი ერის გაჭირვებას, ისევ გლოვობ მე თქვენ. და თქვენ ქვეყანას და ვისაც გული დაგწყდათ კიდე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა კომენტარსაც დაწერთ, თქვენც იგივე გაუგეთეთ თქვენ კომენტარს. ახლა რომ დავამთავრებ ამ ყველაფერს. ხო. ეს კოლექტივურო ეპშტეინეებო. ხო და არა უკვე არ არის ეს უკვე გაუგებარი, არ არის ეს უკვე ეს რა ქვია
დაუნახავი, აქეთ დგას კოლექტიური ეპშტეინობა, აქეთ დგას ისლამური სახელმწიფო, აქეთ დგას საქართველო და სარწმუნოება და ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა და ხო თქვენ რომელ გზასაც აირჩევთ ცხოვრებისთვის აი იმ გზით გააგრძელეთ ცხოვრება. მე ვირჩევ ქართულ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ გზას ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენი ერის გადარჩენისთვის, ჩვენ ამდენი ხანი არ მოუყვანი ვართ არც ნატოს, არც ევროკავშირს, არც ლიბერალური უკნიდან განათლებულ ღირებულებებს, არც იმას რა ქვია, რაიმე სხვა დამპალ იდეოლოგიას, საქართველოს აქამდე ერთადერთმა რამაც მოიყვანა, ეს იყო მართლმადიდებლობა და ეს იყო ქართველი კაცის ცხოვრების წესი და მართლმადიდებლობა, ეს იყო იდენტური. კავკასიაში ვინმე მართლმადიდებლობას რომ მიიღებდა, ამბობდნენ ასეთი ტერმინი იყო ის გაქართველდაო. გაქართველდაო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა და ქართველობა ერთმანეთთან იყო იდენტური. და დღეს, როდესაც ჩვენივე პირით ვამბობთ იმას, რომ თურმე ერთი წუთი შემოგლევ სხვა თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობ. და მაგ თემაზე მე ვისაუბროთ რა. და თუ ჩვენი ნებით ვამბობთ მართლმადიდებლობაზე, ტრადიციაზე, ეროვნულობაზე უარს და გამოგვყავს აი ასეთი ქართველები, აი ესეთი ქართველები, რომელსაც დღეს პროევროპელი ქვია, პროგრესულად მოაზროვნე ქვია, თუ აი ესეთი ადამიანები არის ქართველი ერის სახე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თავი, ჩვენივე ხელით გავითხაროთ საფლავები და ჩავწვეთ და მოვიკლათ თავი. არ არის ახლა მაგაზე საუბრის დრო შემოგევლე. ადრეც მისაუბრებია, კარგად გახსოვს ჩემი აზრი, მომავალშიც ვისაუბრებ ამ საკითხებთან დაკავშირებით, დროსა და სივრცეში ახლა ამას რომ ვისაუბრებ, ეს პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია, მეტი არაფერი. თუ არ გიბასუხებ ახლა მე შენ ამ პერიოდში, სანამ გლოვის დღეებია საქართველოში და სანამ ეს უბედურება ხდება, ყველას და ყველაფერს ისტორია შეაფასებს. მე შენ სხვასაც და იმასაც. მოაწყობ ახლა ესა პროვოკაცია, იცი? არა ეს სწორი სექცია. კარგად მოისმინე რაზე ვლაპარაკობ. და ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ რეალობა გახდება მთელ საქართველოში. და მუშაობა მიდის, რომ ახალი თაობა იქნას აი ესე ქართველობა დავიწყებული, მართლმადიდებლობა დავიწყებული, ყველანაირი ტრადიცია დავიწყებული და იქნას კოლექტიური ესეთი ელისო ჯანაშიები გამოყვანილი. ხო. ამიტომ დაანებეთ თავი ოკეანის გაღმაყურებას, დაანებეთ თავი შავი ზღვის მაღლაყურებას, დაანებეთ თავი კავკასიონის ქედს გადაღმაყურებას, ყველგან ყურებას თავი დაანებეთ და საქართველოს უნდა იცხოვროს ქართული წესით. ერთადერთი გამოსავალი საქართველოში არის ეს. დანარჩენი გამოსავალი ეს არის ქვეყნის იმ 1%-ისთვის, რომელიც არის ელიტა და 99%-ისთვის მომაგვდინებელი. ხო და აი ამ მიზნისთვის ბრძოლას აქ მხოლოდ და მხოლოდ აზრი. ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მოღვაწეობა და სხვა ყველანაირი მიზანი, ეს არის ჩვეულებრივი ფული შოვნა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბიზნესი და ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა საქართველოში. აი ამის თქმა მინდა რა. ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გადარჩენა საქართველოს აქვს ეროვნული მართლმადიდებლური სახელმწიფო საშენება. თავის დროზე ზვიად გამსახურდიას რო უთხრეს. პანაცეა იყო ეროვნული სახელმწიფო საშენებაო? არ შეიძლებაო ყოფილიყო სხვადასხვა იდეოლოგიის სახელმწიფოებიო? პანაცეა არისო, იმიტომ რომ ქართველი ერიო სპეციფიკური ერი არისო. ის ან იქნება ეროვნული სახელმწიფოთ არსებული სახელმწიფო, მანდა ის უბრალოდ ვერ გაგრძელებს ის ერი ცხოვრებას. მის მერე რაც იმ გზას გადაუხვია საქართველოს და ქართულმა საზოგადოებამ და დაიწყო ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა, ყველაფერი უბედურება დაემართა დღეს, ყველაფერი უბედურება დაემართება მომავალში. ძალიან კარგად ესმის ეს ყველაფერი დაწყებული ივანიშვილით გაგრძელებული იმით, რა ქვია, მაგათი პარტიების თავმჯდომარეებით და აქტივისტებით და ფარისევლებით და როცა ჭირდებათ, მაშინ გამოდიან ეროვნულები. როცა ჭირდებათ, აი ახლა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არიან ეროვნულები და ახლა მოგიბრუნდება კუჩი და გეტყვის. აი ჩვენ როგორ მიყვარს ჩვენი პატრიარქი და როგორ ვაფასებ. ასე მიშაც იცავ, საგერე გამომიშვიდო ციხიდან
და ივალო მე პატრიარქის იმაზეო რა ქვია პანაშვიძეო მე მიყვანეთო რამენაერათო მეც პატივიო ჩვენ ხო არასდროს არ ვლანძღავდით საპატრიარქოს და პატრიარქს თქვენ რო ლანძღავდით თქვენ რო საქმეს აკეთებდით კოცები მთელი თქვენი დამპალი პოლიტიკური არსებობის მანძილზე იმდენ ცუდს ვინ აკეთებდა იმდენ მიშასაც არ გაუკეთებია იმდენ ცუდი ეკლესიისთვის და სარწმუნოებისთვის მიშას დროს კი ბატონო პირდაპირ ეჯახებოდნენ და ანგრევდნენ და ამაშვებოდნენ და იმაშვებოდნენ ეკლესიებს და იყო მრევლის მიმართ შეურაცხყოფა და 1000 უბედურება მაგრამ მიშას დროს გასაბერი ეკლესიები მიშას დროს LGBT კანონები არ იყო ჯერ ის დრო მოსული რომ შეიძლება რომ ეს გაეკეთებიათ არ იყო ის დრო მოსული ჯერჯერობით არ იდგა ამათ დროს გასაბერი ეკლესიები იყო თუ ის იყო თუ ნარკომანია იყო უბედურება იყო LGBT კანონები იყო მიწის გაყიდვა ხო საერთოდ მიშას დაწყებული საქმე გააღმერთეთ თქვენ და 70000 არაბის ჩამოსახლება გინდოდათო მაგრამ აგერ აი ღმერთ ზევიდან იყურება ნახავ ერთის თქვენი ალაბარი რა 6 მილიარდს ჩადებს ამ ქვეყანაში და ნახავ ერთი ამომის მერე კიდე რა მოხდება თქვენ შეიძლება ამ ქვეყანას ისე უყურებდეთ რომ თქვენ გონიათ თქვენი თავი მაგრამ საქართველოს უფალი იცავდა და უფალი დაიცავს მთელი ამ ხნის მანძილზე და ნახავთ ერთი რა შედეგები იქნება ნახავთ ამიტომ სხვა გამოსავალი არ აქვს სახელმწიფოს არა სახელმწიფოს საქართველოში უნდა გაიზარდოს პატრიოტი მართლმადიდებელი ქართველობა მომავალი ვისაც არ უნდა შვილი პატრიოტი და მართლმადიდებელი გაზარდოს კი ბატონო უნდა არსებობდეს კერძო სკოლები და წაიყვანეთ იქ და რაც კიდეთ ისაკეთეთ წაიყვანეთ ასე გიქნიათ ისა რა ქვია ბუდისტი გაგიზდიათ არა ეგ პრობლემა თქვენი შვილია და მიაღებიათ ის განათლება რელიგიური და მიაღებიათ ეს თუ გინდა თლათ რა პრობლემა და გაზარდეთ თქვენი შვილი ურწმუნო ათეისტი მორჩა დამთავრდა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ გადაუწყვიტოთ სხვა ხალხს ვისაც უნდა რომ თავისი მომავალი თაობა აღზარდოს მართლმადიდებელი პატრიოტი ეროვნული ქრისტიანი თაობები თქვენ გქონდეთ უფლება რომ სხვისი შვილი როგორი გაიზარდოს თქვენ ასწავლოთ ის რაც ხდება საქართველოში ის რაც ხდება ეკლესია უნდა დაბრუნდეს სარწმუნოება უნდა დაბრუნდეს საქართველოს სკოლებში და ყველაფერს ამას უნდა შეეწყოს ხელი სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს ქართველებს მორჩა და დამთავრდა აი ამის თქმა მინდოდა და ვინც ნორმალურად აზროვნებს ამას ძალიან მარტივად ხედავს დღესდღეობითაც აი ძალიან მარტივად ხედავს რომ სხვა ქართველებს არაფერი არ კრავს და სხვა ქართველებს არაფერი არ აერთიანებს ასე იყო ადრე ასე არის ახლა და ასე იქნება მომავალშიც ხო თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მილიარდები და შეგრებოთ 200,000 და 300,000 ქართველი მაგრამ ის მილიარდები როგორც კი დაგიმთავრდებათ არავინ არ დაგიდგებათ 200 კაცი აღარ დაგიდგებათ იმათგან და სარწმუნოების მიხედვით შეკრებილი და სარწმუნოების მიმართ მიმდევარი ქართველობა არასდროს უარს არ იტყვის თავის რელიგიურ გრძნობებზე და დღესდღეობით ქვეყანაში ელემენტარული იმის კანონიც არ არსებობს რომ მორწმუნეების უფლებები იქნას დაცული ეს არის და ამიტომ არის რომ ბედავს მთელი ეს საღორე და ხან რას წერს და ხან რას ლაპარაკობს და ხან რას ლაპარაკობს ესა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ნამოქმედარი და ესა მაგის დიდი მეცენატობა სულიერების გარდა ყველაფერს შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში კი ბატონო დაღუპულია თაობები და ამ თაობებს უნდა შემოbrunება აქეთკენ და არაფერი არ შემოაბრუნებს ამ თაობებს აქეთკენ ერთადერთი რამის ეროვნული აზროვნების დაბრუნების და მართლმადიდებლური სახელმწიფოს გარდა არაფერი სხვა არ შემოაბრუნებს არაფერი სხვა ამ ქვეყანას არ უშველის არაფერი მორჩა სისულელია დანარჩენი მილიარდი რომ იცე დღეს ამ დამშეულ ქართველობას ხო ერთმანეთის მოსაკლავად კილერებს დაიქირავებენ და იმაში დახარჯავენ იმ ფულს და არაფერს იკეთეს იმიტომ რომ ასე მოწამვლით არიან აღზრდილები ეგ არის მოკლედ ამის თქმა მინდოდა და დაფიქრდით ამაზე დამთავრდება ახლა ეს ყველაფერი და დაიწყება გაათმაგებული ბრძოლა მართლმადიდებლობის მიმართ
დაიწყება 10 მაგი და 100 მაგი, იმიტომ რომ ამათმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ მათი შრომა და მათი წვალება მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც იყო საქართველოს გადაგვარების, გადარჯულების და გადაფორმატების, აი, დაარტყით წვერი. და ასე დაგიდგებათ კიდე ბევრჯერ. და ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომავალ პატრიარქზე. ამიტომ უნდა იქნას არჩეული ღირსეული პატრიარქი. ღირსეული. გვექნება ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ბატონ შალვა მაღრაძესთან ერთად და დანარჩენს დეტალებს ყველაფერს გავარჩევთ თეოლოგიური კუთხით და სამოქალაქო კუთხითაც. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.